შემთხვევით მოვხდით ექიმთან, ესე მივედით და იმანაც ესე უბრალოდ ჩაგვსვა, რომ ეხლა რაღაცა პროგრამა მაქვს და მოდიო გენეტიკურიო გავაგზავნოთ და მაინცო თქვენიო რამიდისა და გავაგზავნეთ და მართლა წამი არ მიფიქრია, რომ რაღაც შეიძლება ყოფილიყო და ეს ერთ თვეში თუ რაღაცა ჩამოვიდა პასუხი, რომ არის ანგელმანის სინდრომი. ზოგადად ამ სინდრომს მეტყველების უნარი არ აქვს. ზუსტად ის უბანია დაზიანებული, რომელიც მეტყველებაზე არის პასუხისმგებელი და დროის დაკარგვა არის და ალბათ ძალიან ბევრი ოჯახია, ვისაც მაგ იმაზე დრო დაუკარგავს და ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია მაგ ინფორმაციასაც როგორ მოგაწოდებენ, რომ სწორ გზაზე დადგენ. ერთ დროს მოულოდნელობა მაშოს მშობლებისთვის დღეს ყოველდღიურობად იქცა. 4 წლის მაშოს დღის რეჟიმი წუთობრივადაა გაწერილი. მისი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია უწყვეტი რეაბილიტაცია, რაც მშობლებისთვის უდიდეს ფიზიკურ და ემოციურ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული. ძალიან მნიშვნელოვანია თერაპიები რა, კი ყველა ბავშვი და ამ დიაგნოზის ადამიანი ინდივიდუალურია, მაგრამ ფიზიკური რეაბილიტაციაში ჩართულობა, ვარჯიში, ოკუპაციური თერაპია, ცოტა მშობელის თერაპევტი ხდები რა, მუდმივი მუშაობა გჭირდება და სადღაც მერე ფასდება. ამ სინდრომს ეპილეფსია ახასიათებს და წამლების მხრივ ძალიან გვიჭირს რა, სულ დეფიციტი არის, ან არის შოვება, შეიძლება რეცეპტი გქონდეს, მაგრამ აფთიაქში წამალი არ იყოს, და ჩვენც ეგრე ვართ, ჩემი მეგობარი საფრანგეთში ცხოვრობს და ძირითადად იქიდან გვიგზავნის. წამლების დეფიციტი, სერვისების სიმცირე მხოლოდ ერთი ოჯახის პრობლემა არ არის. სწორედ ამ სისტემურმა ხარვეზებმა მიიყვანა მშობლები გადაწყვეტილებამდე, რომ გამოსავალი ერთიანობაში ეპოვათ. მშობლების ორგანიზაცია ჩამოვაყალიბეთ შარშან და ეს უფრო ემსახურება ცნობადობის ამაღლებას და გლობალურად რო გამოუჩნდეთ, სხვა ორგანიზაციებთან გქონდეს კომუნიკაცია. გარკვეული პროგრამები არის ახლა და რომელშიც ჩართულია თერაპიების ნაწილს, ასე ვთქვათ, აფინანსებს სახელმწიფოც, მაგრამ ჩვენი გადმოსახედიდან მაინც მინიმალური, რა თქმა უნდა, სულ არაფერს ჯობია, მაგრამ 2 და 3 მაგდანის დამატება ისო პირადი სახსრებით გვიწევს. თუმცა სახელმწიფო პროგრამებსა და წამლებზე მეტად დედას ერთი ყველაზე მტკივნეული კითხვა აწუხებს. კითხვა, რომელიც ყველა განსაკუთრებული შვილის მშობლისთვის ნაცნობია. ალბათ ეგ ყველას აქვს, რომ მართლა მე რო არ ვიქნები, მე რა იშველება და ჩვენ მართლა ეგრე ხა ამერიკაშიც და ევროპაშიც, სადადე დამიწავართ. ეგ ძალიან ისეთი ფიქრებია რა, რასაც ალბათ ჯერ ისხლით, იმიტომ რომ კაცმა არ იცის რა მართლა. მაგრამ არა, სხვა შორის ერთი გვაქვს ხელი ხელს ქვია, არის ესე სახლები, სადაც ეს შიშიმო პირები ცხოვრობენ და მომვლელები ყავთ. და რეალურად მაგას ცდილობენ, რომ ეგ გააკეთონ, ეგ სერვისი შექმნან და ეგ ძალიან მაგარია, მაგრამ ეგეთი რაღაცები რო არსებობდეს, ძალიან მაგარი იქნება. მაგრამ ეგ შიში მაინც ყოველთვის ყველა მშობელს ექნება, რომ შენ რო არ იქნები ისე ვერავინ ვერ მოუვლის. შენ რა რესურსს აცდებ, იმ რესურსს ალბათ სხვა ვერ ჩადებს. მაშას ღიმილი დღეს ოჯახისთვის მთავარი мотиваციაა. ბრძოლა გრძელდება, ხარდაჭერისთვის და იმისთვის, რომ მომავალი აღარ იყოს ბუნდოვანი.